მაშინ ვიდეო ფოტო მასალა გადამიღეს რომ გაბაზრებით დამემუქრენ თუ სადმე წახვალო და ამას ვიზავთ იქ განლახეს თავზე იყვნავდეს. თბილისში 15 წლის ბიჭი თანატოლებმა სასტიკად აწამეს ეგრეთ წოდებული ფაშისტური დაჯგუფების წევრებმა. მოზარდი ფაშისტების შეურაცხყოფის გამო მათი ლიდერის ლევან აბესაძის იგივე ბარტონას წინაშე დააჩოქეს და მისთვის ბოდიში მოახტევინეს. იმის გამო რომ ტიტუშკო დაჯგუფება, აფაშისტო ტიტუშკო დაჯგუფება შეურაცხყოფა მივაყენეთ ტელეგრამზე. შაბათის ფორმულას წყარო ეუბნება, რომ 30 წლის ლევან აბესაძე, ვისაც არასრულწლოვნებმა 15 წლის ბიჭის წამება აყურებინეს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გომელაურის ნათლულია. მაგის ორგანიზებით იყო რა და მაგისთვის მომახტევინეს ბოდიში. მინისტრის ნათლული, რომ ფაშისტური დაჯგუფების ლიდერია ამას წერს, პროკურატურაც შენობაში, სადაც მოზარდი აწამეს, ნაცისტური სიმბოლოებიც დაგხვდა. რა გაიგეთ თქვენ? ბავშვი აწამესა და ვერ გაიგეთ. აღიხარ, იმიტომ რომ გვიანობამდე მუშაობ რა ტაქსით ხოლმე. ანუ პოლიციისგან გაიგეთ, რომ აქ რაღაც მოხდა, ხო? ისე არ გამიგია. 15 წლის ბიჭი როცა ამას ერთი კვირის წინ ამ ადგილას მე რაღაც მსგავსებას გამიგია კი. ხო. ბიჭებს უწოდებია დაცვას კი, კამერები არის ამ მხარესაც. წესით ზუსტად უნდა გადაერო. კი, ამ ტერიტორიას შეიღებს. ერთი კვირის წინ 15 წლის ბიჭი როცა ამას ამ ადგილას ტელევიზორით გაიგეთ ტელევიზორით? ისე არაფერი არ გაგიგიათ? ზუსტად ამ სასტუმროს წინ მოხდა, ხო? ქვემოთ არის შენობა მიტოვებული და კამერები წესით ყველაფერს გადაიღებდა, არ მოიღეს? შეურაცხყოფის დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით. დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ეგრეთ წოდებული ლიდერისთვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აბესაძემ არასრულწლოვნებს ბიჭის სასტიკად ცემა დაავალა და შემდეგ წამების კადრებს ვიდეო ზარით რეალურ დროში უყურა. არასრულწლოვნები ბიჭს დაჩოქილს ცემდნენ, მთელი სხეული მოზარდს დანით აქვს დასერილი. დანაშაულის მონაწილეა 15 წლის გოგოც, რომელმაც მოზარდი ამ შენობაში მოტყუებით მიიყვანა. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გააშიშვლეს, დააჩოქეს, ცივი იარაღით დასერეს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღებიც ჰქონდათ, როგორც ვიცი მე იქ იმ ფაშისტური დაჯგუფების წევრებს. ესე მითხრა, რომ გამაშიშვლეს და დამაგდესო, ჩემს თავზე ხტუნაობდნენო. ბრალდებულების სახლებიდან ამოიღეს ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატიკური იარაღები. 9 ბრალდებულიდან 7 არასრულწლოვანია, ყველა მათგანი დაკავებულია, მათ შორის გომელაურის ნათლულიც. ვიღაცის ნათლული ყოველთვის არის და შეიძლება ამასაც უკავშირდებოდეს ის, რომ ზუსტად მის მიმართ ხორციელდება იმგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომ შეილახოს მისი ავტორიტეტი და ცუდი აღქმები გააჩინოს საზოგადოებაში. არაფრის ლიდერი არ არის, არანაირი ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი არ არის ლევან აბესაძე და როგორც გითხარით, მიზანმიმართულად ვიღაცის ინტერესშია, როგორც ჩანს, რომ ლევან აბესაძე მიაბას ამ საქმეს. წყარო გვეუბნება, რომ ლევან აბესაძე იგივე ბარტონა წლებია თანამშრომლობს სისტემასთან და ხშირად დაუსჯელი რჩებოდა ფარველების გამო. მე როგორც მახსოვს, იყო 2024 წლის ზაფხულში, როდესაც ფარკეთილის ჩასასვლელთან ბარტონამ და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ პროფტები იყვნენ კიდევ ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეიჩნეს, რომელმაც უარი თქვა, რომ მათ დაჯგუფებაში გაწევრიანებულიყო და ეს სრულწლოვანი იმყოფებოდა მის დედასთან, დედმამიშვილებთან ერთად და თავს დაესხნენ. დედას, იმ არასრულწლოვანი ბიჭის დედას დანაც გაუსვეს, ანუ დაჭრეს. და ეს ყველაფერი მოხდა კამერების წინ და სამართალმდამცავებმა რამდენიმე საათში გამოუშვეს ეს ადამიანები და არანაირი სისხლის სამართლის დევნა მაწინააღმდეგე არ დაწყებულა.
მათ დავალება აქვთ, რომ ყავდეთ არასრულწლოვანი ბავშვები, 13, 14, 15 წლისები, ყველაზე პატარა არის 13 წლის, როგორც ვიცი, და მათ ავალებენ ისეთ რაღაცებს, რასაც თვითონ ვერ შეასრულებენ, რადგან სასჯელი არასრულწლოვნებზე ნახევრდება. ამ ბავშვების უმეტესობას მშობლები ყავს ემიგრაციაში. აბესაძემ გასული წლის ნოემბერში ახალი დაჯგუფება შექმნა, რომელთა სამიზნეც პროევროპული აქციების აქტივისტები არიან. თავს ესხმოდა ყველას, ვინც ოცნებაზე ცუც იტყოდა და მათაც, ვინც მის დაჯგუფებაში არ გაწევრიანდებოდა. მინიმუმ აი უნდა დასაჩერდეს რა და ჩემი განსაკუთრებიდან რა ვიგოთ სახელ თუ ისეთ მიმონკა და მაგის ჯანი გათუნდა მსხვერპლთან უბრალოდ ავტომატი გადავატაროთ ან რაღაცა ეგეთი. შაბათის ფორმულა მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, როგორ გეგმავს ვახტანგ გომელაურის ნაცვლული თავდასხმა სავარაუდოდ ეროვნულად მოაზროვნე პირებზე ოქტომბერში. ამ ჩანაწერით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ისმის, რომ მას დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ფარველების იმედი აქვს. სრულად შეიძლება. რომ იკვინძის, ის როა. და? რომ იკვინძის, ესე დასწრება. გენერალური ინსპექციის უფროსი. ანუ ორი კაცი ისეთი გეძდა აი აქ ესეთაში, ერთი გენერალური უფროსია და მეორე CKP-ის უფროსია რა ქვია. ბავშვი არასრულწლოვანი. ეს ამბები არ ხმაურდება, იმიტომ რომ ეშინიათ დაზარალებულებს და ამ ყველაფერს მფარველობდა ვახო გომელაური, მფარველობდა ქართული ოცნება. 2015 წლიდან საარჩევნო სიებს აკეთებდა ქართული ოცნებისთვის და ეხა არჩევნებზეც ასე ვთქვათ უბნების კონტროლშიც იღებდა მონაწილეობას. უბნელები ვარ და შენაირი აქ ვერ მოვა. 2020 წლის არჩევნებზეც აბესაძე ამ ვიდეოში მობილიზებულია გდანში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. და ვერასოდეს ვერ გამიმართოთ შენაირი ლევან აბესაძე იდგა ყველგან, სადაც ოცნება სჭირდებოდა. მისი გვარი სუსის კრებსებშიც მოხვდა, ნათქვამია, რომ ის ოცნების მხარდამჭერი და აქტივისტია. ხსენებული პიროვნების ოპერატიულ-ტექნიკური კონტროლი ჩვენს მიერ მიმდინარეობს კახა კახაშვილის თხოვნით, რადგან ეს უკანასკნელი ამ წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა თანხმლებ პირებთან ერთად კახა კახაშვილის შტაბში, რა დროსაც წინასაარჩევნოდ აღუთქვა დახმარება. ჩვენი დაკვირვების შედეგად გინდება, რომ ლ აბესაძე არის სახელმწიფო გუნდის აქტიური მხარდამჭერი. სისტემის შავი საქმეების შემსრულებლები, რომ დაუსჯელები და წახალისებულები ყავთ, ამას ადასტურებს ისიც, რომ მხოლოდ ერთ კვირაში ორ მუსიკოსზე თავდასხმა იყო და არავინ ამის გამო არ დაუსჯიათ. სახლიდან გამოვედი, დამხვდა ახალგაზრდა ბიჭი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი. შენი ფანი ვარო, ბავშვობიდან გისმენო, ეს ხელი ჩამომართვა, ეს ხელი დაჭერილი ქონდა. და მოვაყოლა მე ბარში რატო გვაგინეო და დამარტყა. ვანიკო თარხნიშვილს 6 ივლისს საკუთარ სახლთან ორი უცნობი პირი დახვდა. მიაყენეს ფიზიკური დაზიანებების სახის არეში, რომელიც ახლაც ეტყობა. მომღერალს ერთ-ერთი უღებდა ვიდეოს, რომელიც მალევე სამთავრობო მედიის ხელში მოხვდა. თავის არეში და სახეში რა, ძირითადად თუ ტანზეც მხდებოდა რაღაცა, ძირითადი დარტყმები იყო თავის არეში რა. თავში მირტყავდნენ და ამაგდოდა ის კადრში ჩანს. რაღაცა ბარში ნამღერი სიმღერი თან ბარში რატომ გვაგინეო? მე და ჩემ ოჯახს აი ეს ფრაზები მახსოვს რა. მანამდე დავით გაბუნიაც ამავე საპროტესტო სიმღერის შესრულებისთვის ცემეს მას ოცნების ღია მხარდამჭერი მიშა მესხი დაესხა თავს. ორგანიზებულად ვიდეოსაც იღებდა და მერე თავდასხმით ამაყობდა. რა ოლეოლათკო. რა ოლეოლათკო. რა ოლეოლათკო. თქვენი დედა მუქარები სულ არის სამწუხაროდ დღემდე გრძელდება და ნუ რა ვიცი ახლა მე პირადად რა იმ ვანიკოს პოსტის ქვეშ ვიღაც მოქმედი ეგრე ყოველ შემთხვევაში ეგრე უწერია მოქმედი მერიის თანამშრომელი მემუქრება. არანაირი სამართლებრივი მოქმედებების იმედი ამ ქვეყანაში უკვე აღარ არსებობს, იმიტომ რომ აღარ არსებობს სამართალდამცავები. შენი ყველა და ყველაფერი, რასაც სამართალიერია, აქამდე სამართალდამღვევებად გადააქციეს. მესხი სოციალურ ქსელშიც გამოირჩევა მუქარებით, რომელიც შემდეგ თავად ან სხვა ტიტუშკებს სისრულეში მოჰყავთ. მსგავსი მუქარებით გამოირჩევა სოციალურ ქსელში მომღერალი ბეგლარ ჩხაიძეც. შენი და ჯეი კორძის 7 ძილი მე. როგორ იწყებდით კონცერტებს? ჩვენი გინებით ხო? ოკეი, ბრო.
სწორედ ბეგლარ ჩხაიძის მუქარიდან ერთ დღეში თავს დაესხნენ მუსიკოს კორძის. გამოძიებას არც მასზე თავდამსხმელი პირები დაუკავებია, არც კი დაუკითხავს. ბებიას ვტუმრობდი ტაქსიდან, როცა გადმოვედი 4 საკმაოდ მსუქანი მობანდიტო ტიპი მომიახლოვდა და მეუბნება. შენ DJ კორძი არა ხარ შებზო, ახლა კარგის მოგავთო და ქუჩაში გამომეკიდნენ. პოლიციაში განცხადება შევიტანეთ თქვენს რომ კამერებს შეამოწმებენ, მაგრამ ვინ იცის. 6 თვეა ვიღებ მუქარებს, გუშინ ვანო თარხნიშვილსაც იგივენაირად დახვდნენ. ასეთია საქართველოში ცხოვრება დღეს. სისტემას არავინ დაუსჯია ოპერატორზე გიორგი შეწირულზე თავდასხმიდან 8 თვის შემდეგაც მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება მედია მალევე მოახდინა საქმე თაროზეა როგორც სხვა ყველა შემთხვევაში. ჩვენც ხვდებით რომ ამ საქმეს არ გამოიძიებენ არაფრის დიდებით, იმიტომ რომ მაშინ მათიანები უნდა დასაჯონ. ძალადობას ახალისებს, ძალადობრივ ჯგუფებს დაუსჯელობას პირდება და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ ქართული ოცნება ძალადობს ყველგან, ყველა ფორმით, ქუჩებში, სახლებში და კანონებით, რომლითაც სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლების უფლებას.